მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ვაგრძელებთ თანამედროვე სათეატრო პროცესებზე საუბარს და ჩვენ დღეს უნდა ვისაუბროთ ოზურგეთის ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრალურ ფესტივალზე, რომელიც 10 წლის წინ დაარსდა და მეხუთეც ჩატარდა წელს. ანანო მირიანაშვილი და ლელა არაბიძე თეატრმცოდნეები არიან ჩვენი სტუმრები. დიდი მადლობა ანანო, ლელა, რომ მობრძანდით ჩვენთან. ისინი იმყოფებოდნენ ოზურგეთში, ესწრებოდნენ სპექტაკლებს და ნახეს ის პროცესი, რაც აი ამ წლევანდელ მეხუთე ფესტივალში ხდებოდა. ანანო, რითი იყო გამორჩეული და განსაკუთრებული წლევანდელი ფესტივალი? წლევანდელი ფესტივალი, ისევე როგორც წინამორბედები, იყო საერთაშორისო, არის საერთაშორისო და ეს საერთაშორისოობა წელს განსაკუთრებით იგრძნობოდა, იმიტომ რომ ქართული დასების საქართველოდან ჩამოსული თეატრების გარდა მოწვეული იყვნენ სხვადასხვა ქვეყნიდან თეატრალური დასები, საბერძნეთიდან, ესპანეთიდან, უზბეკეთიდან და ასე შემდეგ, რომელთაც წარმოადგენს დუმბაძის ნაწარმოებებიც მათ შორის და არა მხოლოდ თავიანთი ქვეყნის პროზა და პოეზიაც. სხვათა შორის მე და ანანო გახდით ერევანში, სოფიკო ჭეონელის და ფრუნზիկ მიკერტიჩენის საიუბილეო საღამოზე და უცბად ვნახეთ აფიშაზე, რომ იმ საღამოს, როცა ჩვენ ჩავედით ერევანში, იყო კუკარაჩა. იყავით მე და ანანო სუნდუკიანის თეატრში დავესწარით სპექტაკლ კუკარაჩას და მე ალბათ ბატონ მასჩიკოს ვეტყვით და ერთ-ერთ ფესტივალზე მოიწვევს ამ საინტერესო სპექტაკლს სხვათა შორის სუნდუკიანის თეატრში. გაცნობად შეგაწყვეტით. ჩემთვის და ალბათ მაყურებლების დიდი ნაწილისთვის განსაკუთრებით საინტერესო და ამაღელვებელია, როდესაც უცხოეთიდან ჩამოსულ თეატრებს ჩამოაქვთ შენი ქვეყნის პროზა და ამას თამაშობენ სცენაზე თავიანთ ენაზე. ძალიან საინტერესოა ეს, იმიტომ რომ როგორც ჩანს ამ ჩვენს პროზაში და განსაკუთრებით ნოდარ დუმბაძის პროზაში, რომელიც ძალიან კარგად სცენიურდება და ძალიან კარგად გადადის სათეატრო ენაზე, არის ჩადებული ისეთი პრობლემები, ისეთი სატკივარი, ისეთი რაღაც ადამიანური ვნებები და გრძნობები, რაც საერთოა ჩვენთვისაც, უზბეკებისთვისაც, ბერძნებისთვისაც, ისრაელის თეატრალური დასისთვისაც და მე ვფიქრობ, რომ ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია და დანიშნულება სწორედ ეს არის, რომ ჩვენ ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება, დასებმა გაიცნონ ერთმანეთი და ნახონ თავიანთი რეპერტუარი, აჩვენონ სხვა თეატრის დასებს და სხვა მაყურებელს და სწორედ ძალიან კარგად ასრულებს ოზურგეთის ფესტივალი ამ ფუნქციას. გარდა ამისა, წლევანდელი ფესტივალი იყო ძალიან მრავალფეროვანი. მხოლოდ დუმბაძე არ იყო მხოლოდ დუმბაძე, იყო სხვადასხვა პროზაული თუ არა მხოლოდ პროზაული ნაწარმოებები, მაგალითად ჩვენ ვიხილეთ ვაჟა-ფშაველას პოემის მიხედვით დადგმული სტუმარ მასპინძელი, იყო ასევე პოეზიის საღამოები, გალაქტიონის პოეზიაზე აგებული წარმოდგენაც და საინტერესოა, რომ აქ იყო მაგალითად საბავშვო წარმოდგენებიც, თუნდაც იავნანამ რაქვნა ზესტაფონის თეატრის იყო თოჯინური წარმოდგენა ნოდარ დუმბაძის უმადურის მიხედვით ბორჯომის თოჯინების თეატრის. ასე რომ ძალიან მრავალფეროვანი და ინტერნაციონალური იყო წლევანდელი ფესტივალი. სხვა ფესტივალებისგან განსხვავებით ამ ფესტივალს აქვს თავისი ჟიური. რომელიც როგორ შეჯამებას აკეთებს და საუკეთესო შენამუშევრებს წარმოაჩენს ხოლმე. აი როგორი იყო წლევანდელი ჟიურის შეფასება და ვინ იყვნენ ჟიურის წევრები და რამდენად დაემთხვა შენსას როგორც თეატრცოდნისას მათი გადაწყვეტილი? სხვათა შორის დაემთხვა ნამდვილად, ჟიური იყო საერთაშორისო, ქართველი თეატრცოდნეები, კრიტიკოსები და ასევე ორი სათეატრო, ასე ვთქვათ, სფეროს წარმომადგენლები. ერთი იყო რუმინეთიდან, მეორე თურქეთიდან. მე მგონი არ ვცდები ანანო, ხო? ნამდვილად დაემთხვა ჩემი შეფასება, ჩვენ რამდენიმე ძალიან საინტერესო და ორიგინალური ხელწერის წარმოდგენა ვნახეთ, რომელიც ჟიურიმაც აღიარა ეს წარმოდგენები, რომელზეც ჩვენც ვფიქრობდით, რომ ძალიან საინტერესო იყო ეს ნამუშევრები. აი ანანომ თქვა და მეც უნდა გავიმეორო აუცილებლად, რომ კიდევ დასტურია ეს ფესტივალი იმისა, ჯერ ერთი ნიშა აქვს ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს არის ქართული პროზის პოპულარიზაცია ქართულ სცენაზე და არა მარტო ქართულ სცენაზე და აი რამდენად ორგანულია არა მარტო ქართული საზოგადოებისთვის აი ეს თემები, რაზეც ნოდარ დუმბაძე წერდა და რამაც აი კლასიკად აქცია მისი შემოქმედება და
ასეთი მნიშვნელოვანია ქართული თეატრისთვის, იმიტომ რომ ქართული თეატრი მართლა წარმოუდგენელია ნოდარ დუმბაძის აი ამ პერსონაჟების გარეშე. ჩვენ აუცილებლად უნდა აღვნიშნო აი ებრაული თეატრი, რომელმაც წარმოადგინა ესეთი სპექტაკლი სისხლის კვანძი, ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების სისხლის მიხედვით და იყო ძალიან გამორჩეული, ასე ვთქვათ, ხელწერის სპექტაკლი, გამომსახველობითი ფორმა ქონდა, ძალიან საინტერესო მულტიმედია წარმოდგენა იყო, პროექცია იყო ძალიან ორგანულად გამოყენებული, მსახიობებიც ძალიან ორგანულად თამაშობდნენ აი ამ ქართველ ქიშვარდი ბაბუს და იულია ბებიას და აი ამ ობოლი პატარა ნოდარიკოს, ასე ვთქვათ, აი ამ სევდიან ისტორიას. ლელა, იცით რა მაინტერესებს ხოლმე? აი მე მაინტერესებს მსახიობები, რომლებიც ჩამოდიან სპექტაკლის სათამაშოდ და აქვს თავისუფალი დღე, თუ ესწრებიან სხვა მსახიობების სხვათა შორის ეს ფესტივალი ნამდვილად არის ამითი. ალბათ გამორჩეულს ვერ ვიტყოდი, იმიტომ რომ ყველა ფესტივალზე ვფიქრობ, რომ უნდა იყოს ეს, რომ მოხდეს გამოცდილებების გაზიარება, რასაკვირველია. ეხა იყოს დასები, რომლებიც თავიდან ბოლომდე, ეხა ფესტივალი მიმდინარეობდა 10 დღის განმავლობაში, ხო თქვა არ დარჩნენ თავიდან ბოლომდე და ვიღაცა მითამაშა და 2 დღეში წავიდა, მაგრამ ნამდვილად ვინც იყო ესწრებ, აი უცხოური დასების შემთხვევაში უფრო ალბათ იყო ეს მომენტი, რომ ესწრებოდნენ ამ ქართულ წარმოდგენას და რა თქმა უნდა ქართველებიც უფრო მეტად უნდა იყვნენ დაინტერესებული და უნდა მოხდეს აი ამ შემოქმედებითი პრინციპების გაზიარება და სამომავლო ურთიერთობების დაგეგმვა, რაც თეატრის ცხოვრებაში ძალიან აუცილებელია. ამ ხრივ რა თქმა უნდა გამორჩეულია ოზურგეთის თეატრის დასი, რომელიც რა თქმა უნდა დაწყების დღიდანვე ბოლომდე მასპინძელი თეატრია და მე სულ ვხედავდი ამ თეატრის დასის მსახიობებს ყველა სპექტაკლზე. აი ეს ძალიან კარგია. აი ზოგადად რეგიონული თეატრების ყოფა და ცხოვრება. აი იყო პერიოდი, როდესაც მაგალითად რეგიონული თეატრის სპექტაკლს ვერ გაარჩევდი დედაქალაქის სპექტაკლისგან, იმიტომ რომ ის იყო რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი შემოქმედებითი ცხოვრება, ხო? მერე მოხდა ისე, რომ რაღაცა არ ვიცი სოციალურმა ყოფამ თუ რაღაცა, თითქოს რეგიონის თეატრია და რაღაცა ისეთი სხვა დამოკიდებულება იყო. ეხლა მე მგონი ისევ გათანამდა დედაქალაქის და რეგიონის თეატრების ცხოვრება და ზოგ შემთხვევაში ზოგიერთი თეატრის სპექტაკლს ხშირად ჯობნის კიდევაც. ნამდვილად თუნდაც ამ ფესტივალზე წარმოდგენილი იყო რამდენიმე სპექტაკლი რეგიონებიდან, რომელიც ტოლს არ უდებს თუ უკეთესი არ არის კიდევ დედაქალაქის თეატრების რეპერტუარიდან. გრან-პრიც რო ავიღოთ, ხო, რასაკვირველია. შესაბამისი შედეგიც გამოიკვეთა, რადგან გრან-პრი აიღო გიორგი კაშიამ, მართლა არაჩვეულებრივ სპექტაკლში სამანიშვილის დედინაცვალი. სხვათა შორის ჩემთვის კიდევ გამორჩეული იყო წლევანდელი ფესტივალი, იმით რომ იყო რამდენიმე ახალი ინსცენირება, ახალი ადაპტაცია, ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი ნაწარმოებების, რომლებიც დაუშვათ შეიძლება გასული საუკუნის 60-იან 70-იან წლებში გაკეთდა ესა თუ ის ინსცენირება და ეხლა უკვე რეჟისორები დრამატურგებთან, ამ მწერლებთან ერთად რაღაც ახლებურად იაზრებენ, რაღაცას აკლებენ, მიამატებენ ამ კლასიკურ ნაწარმოებებს. გამოიკვეთა ისიც, რომ ისევ რეჟისორები მაინც მიმართავენ უფრო ქართულ კლასიკურ პროზას და უფრო მეტად ჭარბობს დაუშვათ დუმბაძე თავისთავად ცხადია, ილია ჭავჭავაძე, ვაჟა ფშაველა, იაკობ გოგებაშვილი, კლდიაშვილი. მე-10 წელი არის ფესტივალის დაარსებიდან და ფესტივალის დამფუძნებელი, ასე ვთქვათ, ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვასო ჩიგოგიძე ამბობდა, რომ 10 წლის წინ აი ამ იდეას ბევრი უყურებდა სკეპტიკურად, მაგრამ ამ იდეამ გაამართლა და ამას მოცნობს ის, რომ უფრო და უფრო იზრდება ფესტივალი, ამას განაპირობებს უფრო მეტი დასი, მათ შორის საერთაშორისო დასი და ასე ვთქვათ, უფრო მეტი სტუმარი. ეს არის კიდე ძალიან საინტერესო, რომ ფესტივალს ყავს ბევრი სტუმარი, როგორც საერთაშორისო ვთქვათ კრიტიკოსები, თეატროლოგები, თეატრის სფეროში, ასე ვთქვათ, მომუშავე ადამიანები და უფრო იზრდება წლიდან წლამდე. ეს უკვე მეხუთე ფესტივალი იყო და ბევრად უფრო მასშტაბური ვიდრე წინა ფესტივალები. ასე რომ ეს იდეა უნდა იცოცხლოს ყოველთვის და ეს ფესტივალი ნამდვილად ძალიან საინტერესო, გამორჩეული და განსაკუთრებული მოვლენაა ქართულ თეატრში. დიდი მადლობა ქალბატონ ლელა არაბიძეს და ქალბატონ ანა ნომერიანაშვილს და მე მინდა წარმატება უსურვო ოზურგეთის თეატრს, ზოგადად რეგიონის თეატრი განსაკუთრებულად მიხარია, რომ რაღაცა მნიშვნელოვნად მიდის წინ და რეგიონებში განსაკუთრებულად ბევრ ახალგაზრდას ეძლევა შესაძლებლობა სპექტაკლის დათმის. ადრე თუ იყო, რომ ახალგაზრდები იხვეწებოდნენ შეგვიშვით თეატრში, ახლა ახალგაზრდებს აქვს თავიანთი ჩამოწერილი განრიგი, როდის მოიცლიან, რომ რომელიმე რეგიონულ თეატრში დადგან სპექტაკლი და ეს ძალიან სასიხარულოა ჩემთვის. საუკეთესო სურვილებით, გემშვიდობებით, კარგად გრძანდებოდეთ, ნახვამდის.